მევესალმები ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს და ტრადიციისამებრ მოვიკითხავ სინდისის პატიმრებს. რაც შეეხება სულ ორი სიტყვით იმ რეზოლუციას, რომელსაც ახლა თქვენ შეეხეთ, ფედერალობაში მაქვს ეუთოს რეზოლუცია, ჯოულსონის მიერ წარდგენილი. თუ აკვირდები, მერაბ, აქ შინაარსი აღარ არის უკვე საუბარი, ქართულმა ოცნებამ რაღაც ტაქტიკად აირჩია, რომელიღაც კონკრეტული პოლიტიკოსის, ასე ვთქვათ, კრიტიკა და ჯოულსონი დახატულია როგორც რაღაც საწინააღმდეგო ფიგურა, რაღაც ესეთი საფრთხობელა და კაი დავუშვათ, დაუჯერეთ ოცნების წარმომადგენელს და ჯოულსონისადმი ასეთი დამოკიდებულება გვაქვს. კი, მაგრამ მთელი საპარლამენტო ასამბლეა ეუთოსი, რომელშიც წარმოდგენილია მთელი მსოფლიო და მთელი ევროპა აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს მცდარად და ქართული ოცნების ორი წარმომადგენელი არის სამდე მართალი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე მგონი ყველაფერი უკვე ცხადი და ნათელია. საერთოდ რა გზას ადგას ქართული ოცნება და მინდა მადლობა გითხრა, რომ ანაკლიაზე საუბრის წინ სწორედ ამ ტიპის რეზოლუცია, ამ ტიპის გადაწყვეტილება წარმოგვიდგა. ასე მოიტანა ობიექტურმა. კი ბატონო, ასე მოიტანა ობიექტურმა რეალობამ და იდეაში ეს ორი თემა ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება დემოკრატიული და ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ. მთლიანობაში ეს ასე გამოიყურება. ეხლა რაც არ უნდა თქვა და მართალია ცხოვრება მისე შექმნა რომ გარკვეულწილად ლელოს ლიდერებიდან და მათ ანაკლიასთან კავშირთან გამომდინარე ეს თემა რაღაცნაირად ბუნებრივად ებმის პოლიტიკურ ორგანიზაციას ლელო ძლიერი საქართველოსთვის, მაგრამ ანაკლია ხომ არ არის მერაბ ერთი ბიზნეს პროექტი. მე მგონი ამაზე დღეს აღარ ვდაობთ, აღარ ვსაუბრობთ, როგორც ასეთი. ქვეყნისთვის ნებისმიერ სახელმწიფოს და მე მგონი ამაში არავის შემეკამათება, ნებისმიერ სახელმწიფოს გააჩნია რაღაც თავის მთავარი თემა, თავის პრიორიტეტი, რომელთაც ის ვითარდება, რაც მისთვის არის უმთავრესი, რაზედაც აკეთებს განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, გათვლებს. ზოგისთვის ეს არის ზომაწოვნა, ზოგისთვის ეს არის სასარგებლო წიაღისეული და ბუნებრივი რაღაც, ასე ვთქვათ, ნედლეულები და სიმდიდრეები. ზოგისთვის ეს არის მრეწველობა, ზოგისთვის ეს არის ტურიზმი, ზოგისთვის ადგილმდებარეობა. საქართველოს მთავარი, ჩემი აზრით, მთავარი და მე მგონი მარტო ჩემი აზრით არა, ისტორიულად მთავარი აქტივი, ეს არის გეოგრაფიული მდებარეობა. არა მხოლოდ ის, რომ შავი ზღვის პირას ვართ, არ არის ეს მხოლოდ შავი ზღვით განპირობებული და ახალს არაფერს ვამბობ, ეს არის საზღვარი აზიიდან ევროპისკენ და ევროპიდან აზიისკენ. უფრო მეტიც, ეს არის საზღვარი კულტურათა შორის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ეს ადგილი გვარგუნა გამჩენმა, როგორც ასეთი და ამის არ გააზრება და მისი დატვირთვის სწორად არ გააზრება, უბრალოდ ასე ვთქვათ, მოუშუშებელი თუ უპატიებელი შეცდომა იქნება ყველა თაობის მიერ და ეს ასეც იყო ოდისგან დანახული. ამიტომ ანაკლია ვერ ჩაითვლება ვერასდროს ბიზნეს პროექტად, მით უმეტეს ერთი კომპანიის, ან თუნდაც რამოდენიმე კომპანიის პროექტად. ის ეკონომიკური პროექტიც არის, უსაფრთხოების პროექტიც არის. ყველა ხელისუფლებას ამიტომ კომპანია არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ. ხო. ეხლა როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, რაც შეეხება ჩვენ როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამას რა თქმა უნდა კიდევ შევიღები, მაგრამ მე ახლა მე სპეციალურად ვიცოდი რა რომ ამ თემაზე საუბარი გვექნებოდა. ეს არის ჟურნალი, რომელიც მე ანაკლიის კონსორციუმში მაჩუქეს 2017 წელს. სადაც საუბარია, ბატონო? ჯერ კიდევ როდის? კი, 2017 წელს, როცა ეგ რაღაც საქმიანი ვიზიტი მქონდა და პიროვნული ურთიერთობის გამო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაჩუქეს სადაც წერია ყველაფერი საერთოდ რა არის, ისტორიაც, მისი სიკეთეები, მისი საჭიროებები და ყველაფერი აბსოლუტურად და აქვე არის არა მხოლოდ წარსულზე და აწმყოზე საუბარი, არამედ არის საუბარი იმ ახლო პერსპექტივაზე, რომ 2020 წელს ანაკლია უნდა გამხდარიყო უკვე ცოცხალი პროექტი, ანუ უნდა შემოსულიყო პირველი გემი. ამ პროექტზე და ანაკლიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს საუბრობდნენ, მე არ მახსოვს, ახალი დაბადებული ვიყავი რო იტყვიან, 60-იანი წლების ბოლოს პირველად იყო რომ
იქ სადაც ბუნებრივი მოცემულობა იყო, ანუ ღრმაწყვოვანი სპორტის მშენებლობის შესაძლებლობა იყო, გაკეთებული იყო პორტი, მაგრამ მაშინვე საბჭოთა კავშირის მიერ, შეიძლება ითქვა საბჭოთა რუსეთის მიერ, იმიტომ რომ ის იქნებოდა მაინც საქართველოს ტერიტორიაზე, ეს პროექტი არ განხორციელდა. ანალოგიური უბრალოდ სხვა სახელწოდების ინიციატივა ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებს და უკვე ამ ხელისუფლების პირობებში ეს თემა იმდენად დაიძრა, რომ უკვე კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდა და ის რომ 2020-ში პირველი გემი უნდა შემოსულიყო, ეს არ იყო უბრალოდ რაღაც ვიღაცის ოცნება, ან რაღაც ტყუილი, ან თუნდაც მოჩვენებითობა. ეს ჟურნალი შეიძლება ჩაითვალოს ანაკლის, ჯერ კიდევ ვიმეორებ 2017 წელს, ანაკლის როგორც საინფორმაციო სარეკლამო წიგნად, თუ შეიძლება ასე ითქვას. და აქ არის ყველაფერი ჯერ კიდევ როდის განსაზღვრული. ახლა რაც შეეხება იმ ინიციატივას, რომელიც დღეს ხო, ანუ კერძო ინიციატივა არ გამოვიდა, როგორც ხედავთ, ამერიკელებმა ვერ მოიზიდეს, მერე ჩინელებზე იყო საუბარი, როგორც ჩანს, ჩინეთანაც არ გამოვიდა. ანუ დღეს გითხრეს, რომ სტრატეგიული ობიექტია და ხელისუფლება აშენებს და შეიძლება ეს უკეთესიც არის. მერაბ და იმ კითხვას რა პასუხს ვაძლევთ, რომ გამოსული იყო კერძო ინიციატივა. შემდგარი იყო კერძო ინიციატივა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს უშუალოდ აქვს მიღებული ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს კვირიკაშვილს უშუალოდ აქვს მიღებული იმ კაფსულის ჩაშვებაში, რომელიც ანაკლიაში მოხდა. მის ორგანიზატორებს და მის მთავარ შემოქმედებს მოპოვებული ჰქონდათ კერძო ინვესტიციებიც ევროპიდანაც, აზიიდანაც, ავტორიტეტული და სანდო სტრუქტურებიდანაც და სად გაეჭედა, მერაბ ფორმალურად სად გაეჭედა თავის დროზე ეს პროექტი. რომ ამ პროექტში გათვალისწინებული იყო, რომ სახელმწიფოს არა ჩაედო ფული ამ მშენებლობაში, არამედ როგორც დაზღვევა 50 მილიონი, როგორც დაზღვევა დადებულიყო, რომ შესაძლო პრობლემების შემთხვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა აი ამ ფულით რაღაცნაირად აღმოჩენილიყო და დღეს რას ხედავთ? დღეს ხედავთ, რომ გეგმიურის გათვალისწინებით დამატებით 200 მილიონი უნდა მოიძიოს სახელმწიფომ, როცა 50 მილიონის წინასწარ, როგორც დაზღვევად არსებულ ფულზე ყოფილიყო. ის არის, რომ ეს სპორტი ახლა სახელმწიფო საკუთრება იქნება და მაშინ იქნებოდა კერძო კომპანია. და ვერ შენდება ეს სპორტი, ხო ხედავთ? ეხლა გაგაცნობთ ამონარიდებს, ოღონდ ტელემაყურებელს არ ეგონოს ეხლა რომ რაღაცას ვიგონებ, ყველაფრის თარიღს დავასახელებ, როგორც ასეთი. 12 დეკემბერი 2020 წელი, ლევან დავითაშვილი, მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. 6 თებერვალი 2023 წელი, ღარიბაშვილი, გვინდა წელსვე დავიწყოთ. 20 თებერვალი 23 წელი, პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება. 24 მარტი 23 წელი, ოქტომბერში გვინდა დავიწყოთ. ღარიბაშვილი, წინაც ღარიბაშვილი იყო. 3 ნოემბერი 23 წელი, ღარიბაშვილი, მშენებლობა 24 წლის მარტში დაიწყება. 29 ნოემბერი, ეკონომიკის საბჭო, 24 წელს დაიწყება საზღვაო სამშენებლო სამუშაოები და პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 18 დეკემბერი 23 წელი, 24 წელს დაიწყება ანაკლის პორტის მშენებლობა. 19 მარტი 24 წლის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაოები ივნისში იქნება და ასე შემდეგ მოდის, ასე შემდეგ მოდის. საინტერესოა გაყიდეთ. კი, ბატონო, გავაგზავნე, არ მეზარება უბრალოდ 3 აპრილი 24 წელი, 24 წელს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ. 29 მაისი 24 წელი ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, წელს დაიწყება მრავალმნიშვნელოვანი სამუშაოების ორგანიზება. 28 ივნისი 24 წელი ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. 29 ივლისი 24 წელი ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ მესიჯსაც არ ცვლიან, სიტყვებსაც ეზარებათ, ერთ და იგივეს იმეორებენ. 15 ოქტომბერი 24 წელი ვიწყებთ ანაკლის სპორტის მშენებლობას. 22 ოქტომბერი 24 წელი დღეიდან ანაკლის სპორტის მშენებლობას თან ითქვა რომ აქ რაღაც 17 სექტემბერს კიდე რაღაცები მოხდება. 8 აპრილი 26 წელი, 8 აპრილი 26 წელი. უახლოეს მომავალში, უახლოეს რამდენიმე დღეში დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები. 6 მაისი 26 წელი სახელმწიფომ ანაკლის სპორტის მშენებლობა დაიწყო და დღეს გამოდიან რომ რაღაც ახალი პროექტი გამოიძებნა, მაშინ როცა თავის დროზე 50 მილიონი ვერ გამოიძებნა
და ის სპორტი ლევან რომელიც ისა მერაბ რატო გადაგეკიდე ამ ლევან ბოდიში ის პროექტი რომელიც თავის დროზე იყო ჩაფიქრებული მერაბ რომ ეს იქნებოდა სახელმწიფოს და ეს არა ის პროექტი 100%-ით რჩებოდა სახელმწიფოს ოღონდ თავიდან ეს ყველაფერი რადგან უცხოური ინვესტიციებით კეთდებოდა ბუნებრივია ეს დამფინანსებლების ძირითად ინტერესებს დააკმაყოფილებდა მაგრამ თვითონ პორტი 50 წლის შემდეგ ისე რომ კაპიკი არ ჩაიდებოდა საქართველოსი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილება ამიტომ რა მინდა ვთქვა ის განცხადება ისე როგორც აი ეს განცხადებები ამას თუ გინდა გაჩუქებ მე ანუ ეხლა მაინც დაიწყება როგორ გონიათ მე ვრიცხავ მაგას ეს ყველაფერი არის ორთქლის გამოშვება ბოლის გამოშვება იმიტომ რომ სახელმწიფო რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე ხელოვნებაში მაქვს რუსეთი მის ინტერესში არ შედის ანაკლიის სპორტის მშენებლობა არც საბჭოთა კავშირის დროს შედიოდა არც რამოდენიმე წლის წინ შედიოდა არც ხვალ არ შევა იმიტომ რომ ეს არის უსაფრთხოების როგორც უკვე აღვნიშნე ეკონომიკის თვითმყოფადი განვითარების ძალიან საკვანძო ყველაზე საკვანძო მოცემულობა და როგორც სულ თავში აღვნიშნე ეს არის აზიისათვის ევროპის კარიბჭე, ევროპისათვის აზიის კარიბჭე და ეს არის საქართველოს როგორც სახელმწიფოს დანიშნულების გადიდების, განსაზღვრის განსაკუთრებული მოცემულობა. და როდესაც სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო აღწევს დიდხნიანი ომის შეჩერებას, კონკრეტული პროექტის განვითარებას, რომელსაც მათ ტრამპის გზა უწოდეს და ჩვენი უბრალოდ სიმბოლური შესაგებებელი მივეცით ისე როგორც არ შევადარებ ბაქო ჯეიჰანის ცნობილ პროექტს ამ პროექტს ეს გაცილებით დიდია გაცილებით მნიშვნელოვანია და როცა შენი სახელმწიფოს ხელისუფლება მთლიანად ყავს დამოკიდებული მტერ სახელმწიფოზე და არა მხოლოდ ერთ მტერ სახელმწიფოზე, არამედ სხვებზეც ბუნებრივია მის ინტერესში არ შემავალი პროექტი ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდება. ეს განცხადება დღეს რას ვერჩი ახლა მე იდეაში ქრივიშვილს ის უბრალოდ გამხმოვანებელია როგორ არ ვერჩი მაგრამ ის არის გამხმოვანებელი იმ დიდი სტრატეგიული პოლიტიკისა რომელიც იწერება და იქმნება მოსკოვში შემდეგ ეგზავნება აღსასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2012 წლიდან უბრალოდ სხვადასხვა დოზებით კეთდებოდა ეს ყველაფერი და განსაკუთრებული ფორმა 20 წლების დასაწყისში დაიწყო როცა უკრაინაში ის დაიწყო რაც დაიწყო და მსოფლიოს მიმართ ის დაიწყო რუსეთმა რაც დაიწყო საქართველოში ყოველგვარი მოკიბულის გარეშე ითქვა მათ შორის ივანიშვილის მიმართებაში ითქვა შენი რაღაც NGO-ობა და რაღაც მოქალაქე და ასე შემდეგ არ გვაკმაყოფილებს ამან სცენაზე უნდა გამოჩნდე. გამოჩნდა ამ სცენაზე იმ ფორმით, რა ფორმითაც გამოჩნდა. დღეს ეს განცხადება კიდევ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ილუსტრაცია საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული ინტერესისა და მისი დამოკიდებულებისა, მათ შორის მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების მიმართ, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიმართ და ასე შემდეგ. ერთ რამეს ვიტყვი და ან რაღაც მონოლოგის მსგავს შესავალს დავასრულებ. დღეს ხშირად გვესმის მულტიფუნქციური პოლიტიკა, ხო, რაღაც მულტივექტორული პოლიტიკა. რომ აი მასთანაც უნდა გქონდეს და იმას. მულტივექტორულ პოლიტიკას აქვს დადებითი მხარეც, როცა ვიღაცას ააქებ ან ვიღაცასთან თანამშრომლობ. და მას აქვს უარყოფითი მხარეც, ხო, როცა ვიღაცას აკრიტიკებ, ვიღაც არ მოგწონს, რაც მრავალმხრივად უნდა აკეთო ეს ყველაფერი, თულკი მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზეა საუბარი. ეხლა მოდი მე არ მოვიყვან მაგალითებს ამოვიღოთ რამოდენიმე ეგრეთ წოდებული სპიკერის საუბრები ქართული ოცნებისა რა საუბრობენ ისინი ევროპულ ბიუროკრატიაზე ევროპულ ქვეყნებზე მათ შორის EUTO-ზე რომელიც წელს წაიკითხა და რეზოლუციაზე მათ გადაწყვეტილებებზე და რაიმე მსგავსი თუ აქვთ ნასაუბრები ნეგატიური კონტექსტით რუსეთის პოლიტიკაზე სხვა აღმოსავლური ქვეყნების რომელიც ნამდვილად არ წარმოადგენენ საქართველოსთვის კეთილგანწყობილ სახელმწიფოებს ამიტომ გაცდა
გაცვდა უკვე ეს სიტუაცია, გაცვდა ეს ქალი-ქალია, კაცი-კაცია, რაღაც ეს ჩვენი ტრადიციული ორ ფეხზე არ ვიცი, მაგრამ ორ მუხლზე დგომა ვიცი, როგორიც იცის ქართულმა ოცნებამ. ამასთან გვაქვს ამჯერად საქმე. თუმცა ქართული ოცნება ბოლო პერიოდია აქტიურად ცდილობს მის მთავარ ასე ვთქვათ საგარეო მიმართულებად აქციოს შუადერეფანი. ხო დადის აზიაში, ყველა ქვეყანა მოიარეს, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი რაც კი არის, მე აქეთაც ჩამოვიდნენ, ეხლა კიდე მე მგონი ელოდებიან თურქმენეთიდანაც დელეგაციას და ანუ ამაზე აქ ეს გახადა თავის მთავარ ასე ვთქვათ მიღწევად და შესაბამისად ეხლა ანაკლიის სპორტის გარეშე ეს არ გამოვა. ამიტომ ეხლა უკვე მოუწევს ანაკლიის სპორტის აშენება. თუ ეს ამაზე დებს ის ფსონს. მე რა აღმოსავლეთით რო დაიწყო ეს ინტერესები შუა აზიაში თუ ცენტრალურ აზიაში, ნუ ჩინეთისგან რაც მივიღეთ ანაკლიასთან დაკავშირებით, დღეს გამოჩნდა, ხო, ეს ყველაფერი ვერ იპოვნეს ელემენტარულად ვერავინ და ნუ რეალურად ეხლა გადაწყვიტეს, რომ დამატებით 200 მილიონი დოლარი უნდა მოიძიონ, რომლის 25%-იც არ ქონდა დაახლოებით 8 წლის წინ, როცა ეს პროექტი უსერიოზულეს ფაზაში იყო შეყვანილი თავის საერთაშორისო უსერიოზულესი დამფინანსებლებით და დონორებით. ხლა უყურეთ, შუა დერეფანი რას ნიშნავს? კაი, აღმოსავლეთთან ალაგებს სიტუაციას, დაუშვათ და, თუმცა მე დალაგებული ჯერჯერობით პრაქტიკულ ასპექტში, გარდა პანაშვიდებზე სიარულისა, არაფერი არ მინახავს, როგორც წესი, მაგრამ დასავლეთთან რომ ყოველდღე ლანძღვაგინებაში ხარ, კრიტიკაში ხარ, ეუთოს რეზოლუცია მეგონი წაღან თქვენ წაიკითხეთ, ხო და იქიდან გამომდინარე მე ქართული ოცნების წარმომადგენლების დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. როგორი იყო და როგორი არის დასავლეთის დამოკიდებულება 24 და 25 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ხო ვიცით და ვისთან აკეთებს შუა დერეფანს? ერთ ნაწილთან რო რაღაცეებს ალაგებდა. იმედი აქვს რომ დასავლეთი პოლიტიკას და რას ეფუძნება პრაგმატიზმს არ აუღრევს ერთმანეთში და რადგან მასაც ჭირდება შუა დერეფანი? კი, რა თქმა უნდა, ჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა და ამაში მდგომარეობს სწორედ სიძლიერე დემოკრატიული მსოფლიოსი. არის პრინციპები, რომელსაც არაფრის გულისთვის კონკრეტული სახელმწიფო გზას არ გადაუხვევს, იმიტომ რომ ამ პრინციპებმა მოიყვანა ისინი იმ განვითარების კონდიციაში, რომელიც მათ აქვს დღეს. და აქედან გამომდინარე ის, რომ თვალი დახუჭონ რაღაცაზე და არაფრად შეაფასონ ეს სიტუაცია, ეს ესე არ ხდება თანამედროვე მსოფლიოში. გნებავთ ახლა წარსულს დავაკვირდეთ, გნებავთ შორეულ წარსულს დავაკვირდეთ და გნებავთ დამოკიდებულებებს დავაკვირდეთ ზუსტად ისეც, რომელიც ახლა თქვენ წაიკითხეთ, არა მხოლოდ არჩევნებთან მიმართებაში, არამედ დემოკრატიასთან მიმართებაში, არამედ საქართველოს სახელმწიფოს მოქმედებასთან დაკავშირებით. და შეხედეთ საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტების სიხშირეს, რა მიმართულებით და სად კეთდება და სად არის მულტივექტორული პოლიტიკა ამ შემთხვევაში. თუ ეს ვექტორი მხოლოდ აღმოსავლეთისკენ წავიდა, იქიდან შედეგიც კი არ შედეგი რომ მოდიოდეს, შედეგი რომ ჩანდეს, ქალბატონი ქვრივიშვილის დღევანდელი განცხადება ილუსტრაცია იმ შედეგის არარსებობისა ყველაფერთან ერთად და მეორეს მხრივ პრეზიდენტად წოდებულის მორიგი ტირილი ირანში, როგორც ესეთი. ნუ ეს ხო არასერიოზულია, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლებს ამ ტიპის ბლეფით, ეს ბლეფი უკვე გაყიდულია მათ შორის საქართველოში, მათ შორის იმ ტიპის ადამიანებთან მიმართებაში, რომლებსაც მართლა სხვაგვარად ჯეროდათ ქართული ოცნების. მე თბილისში ნაკლებად ვარ, ძირითადად დავდივარ რეგიონებში, ჩემი ასე ვთქვათ პარტიული დატვირთვიდან გამომდინარე და ამას ვამბობ აბსოლუტურად თამამად. უბრალოდ მანდ არის ერთი რამ, რომ გაბედვის პრობლემა არსებობს ჯერჯერობით საზოგადოებაში, მაგრამ არსებობს ფიალა, რომელიც ადრე თუ გვიან ივსება. ასეთი ბლეფებით ივსება ხშირად ესეთი ფიალები. კი ბატონო, ნახოთ საბოლოოში ახლა მაინც თუ დაიწყეს მშენებლობას, მადლობა დიდი გადაცემაში. არ მგონია, პირდაპირ ვამბობ, რომ და რითიც დავიწყე მერაბ, მაპატიე, ბოლო ფრაზას ვიტყვი, რადგან ანაკლიაზე ვსაუბრობდით, რომ არასდროს არ შედიოდა ასეთი მნიშვნელობის მეგა პროექტის აშენება საქართველოს ტერიტორიაზე ევროპა-აზიის საზღვართან. არასდროს, არც კომუნისტების დროს 60-იან წლებში, არც 15 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში, არც დღეს, იმიტომ რომ რაც არ უნდა კონტროლის ქვეშ და რაც არ უნდა ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყოს, თვითონ პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ ის იმ სტრატეგიული მტრის არსებობს სტრატეგიული მოყვარე და არსებობს სტრატეგიული მტრის ინტერესში არ შედის, რომლის სამწუხარო
პოლიტიკური ხაზის გამტარებელი ხელისუფლება ყავს დღესდღეობით საქართველოში.